დავიწყეთ? პენალტი არ დამინდეს. ახონდის. ეს არის ფეხბურთის მეფე. უი, წინა პოდკასტში ხო თქვი რეალი გადა ბარსელონას მეტი. მართალი იყავი. რა თქმა უნდა. მე არასდროს არ ვცდები. როგორ არა ჩამოვთვალო რამდენად ასაშიც. არა. მაგრამ ღირსები იყვნენ თან, აი ამალის ბრალი იყო ძმაო. ტიპმა ისეთები იბაძ რა, ბარსელონას თამაში აღარ უნდა. ამა თუ როგორ მოუგოთო ეხლა რა პონტიაო რა. აი ეგ პონტი იყო რა. მიხვდი? მოკლედ, დღევანდელ გადაცემაში არ ვიცით რაზე ვიბაზროთ. წინაზე კი ვთქვით რუსეთზე ვიღადავებთ, მაგრამ რუსეთზე ვიღადავთ, მაგრამ რუსეთზე ბევრი საღადაო თემები ვერ ვიპოვეთ, მაგრამ რაც იპოვა, აგერ ოქროკაცმა, თავარია რუსეთზე არ გამოგაპარებთ, ამერიკა გავლანძღეთ, ეხლა წავიდა რუსეთის ლანძღვის დროა. ბიჭო, სანამ დავიწყებთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას ეხლა მე მგონი სრულიად YouTube-ზე. აბა თუ მიხვდები რა არის ყველაზე აი top trend motherfucking shit. თუ არ ვიცი YouTube-ზე მარტო მუსიკებს უსმენ ხოლმე და ერთი YouTuber-ი არის ქართველი. რომელი? და მაგას უყურებ ხოლმე. დინო ქვია. აუ, შენ მოვკი. ეს დამაინტერესა მეთქი. ვინ არის ეგეთია, ეგ ხო. ხო და მე არ ვიცი მო. და ტრეილერებს უყურებ ხოლმე კიდე ფილმს. აუ, აი, ახლოს ხარ. აბა ტრეილერი, აბა რა გახსენდება? ფილმი? არა, ფილმი არა, ფილმი არა, თამაში. თამაშის ალბათ GTA. GTA 6 გადაიდო. აი, რა სიხარული. GTA 6 გადაიდო, რაც ჩემთვის კარგია პრინციპში, იმიტომ რომ გამოდიოდა მაისში. ბავშვი, ჩემი შვილი იქნებოდა მაგ პერიოდისთვის იქნებოდა 5 თვის, რაც არ მაწყობს. ცოტა დიდი იყოს ბავშვი, რომ მე ვითამაშო GTA თავისუფლად რა. 5 თვის ასაკში რთულია მოვლა, უფრო შედარებით. შენ ბავშვი მამა ხდები? მამა ხვდები, სხვათა შორის მამა ხვდები დეკემბერში, დეკემბრის ბოლოსკენ. აი, ადამიანს ერთი 10 წელია იცნობ, მეტიც ალბათ. კი, კაცო, მეტი რა. და აი, რო იცი რა ყლებს აკეთებს. ეს ხდება მამა. არა, 10 წელია, ხო, 10 წელია ის. მეტიც იქნება მე მგონი. ბაზარ 2014-ში გაგიცანი. 2014-ში გაგიცანი, ეს. 2014-ში გავიცანი ეს ოქროკაცი. რა დრო იყო? ხო და მაგ დღის დედა. მოკლედ GTA 6 გადაიდო, როგორც წყაროები ამბობენ, სხვა წყაროებზე დაყრდნობით და როგორც ლაშამ თქვა, ეგ უკვე მდინარეა. მდინარეზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ GTA 6 გადაიდო იმისთვის, რომ ეს woke თემები ამოიღონ რა, ანუ რაც როგორც წინა ეპიზოდში ვიბაზრეთ, აი ყურო იყო ტიპი რა, ხო, აი ეგეთი თემები ამოიღეს. დეველოპერებმა თქვეს, რომ ჩვენო არაო ძმაო, ამას აღარ ვიზამთო. ჩვენ რო დავიწყეთო თამაშის გაკეთება, მაგ დროსო ნორმა იყო ძმაო და ეხა აღარ არისო ნორმა, გაიგე? გამიგე შენა. ხო და აი ვითომ ამიტომ გადაიდო, მაგრამ მე ეგ დავგუგლე ეგ ინფორმაცია და ვერსად ვეღარ ვიპოვე. ასე რომ სავარაუდოდ Instagram-ზე ვიღაცამ პროსტა რაღაცა დაწერა და მე დავბოლდი რა. ხო და არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაცაშია საქმე ნამდვილად. ბიჭო, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი აღარც გამოვა ეგ თამაში არასდროს ვიღაცამ შეიძლება ფული მოტეხა. იმ დღეს უყურებდი, რომ Toy Story 2-ის გაკეთების დროს, კაუჩი ძალიან ბევრი გააკეთეს რა. უკვე თითქმის დამთავრებულია და ტიპს წაეშალა. ერთ ტიპს წაეშალა, ბიჭო. სხვა კომენდი ჩაწერა და წაეშალა ყველაფერი ვაფშე. და ნაღდი ისტორიაა მართლა. თელი კომპანია რო შოქშია და ერთ ტიპზე რო ხდება ყველაფერი რა. ხდება ყველაფერი ერთ ტიპზე. და აი წარმოვიდი ხა მაგ ტიპისა და საბოლოოდ ხო recovery იქნეს, უშველეს. იქნეს recovery. აღმოჩნდა რომ შენ რატომაც ვერ გააკეთე ჩვენ იმაზე recovery რაც წაშალდა. არც იყო საჭირო და მაგიტო. ანუ რუსეთი ხო ცნობილი ლოთების ქვეყანაა და შენი აზრით ვიღაც ტიპი 2018 წელს ვიღაც ტიპი წავიდა ვოდკას საყიდლად. ჩემი აზრით წავიდა თუ იმენა წავიდა? წავიდა და შენი აზრით ანუ რითი წავიდოდა? რაღაც ბიზნესია. რითი წავიდოდა რუსი ლოთი ვოდკას საყიდლად, ხო? თან ჩემი აზრით. ანუ ვაფშე რაღაც ბიზნესი იქ. ჩემი ვერ გამოიცნობ შანსი არა. ბორბლები ქონდა? კი. ეგ უკვე კაია.
Хорош, брат. რითი წავიდოდა ეხლა რუსი ლოტი რო ვიყო. ვოდკა საყიდლად რითი წავიდოდი? მანქანით არა. კალიას კი? არა. დაჟე მანქანაში შეგიძლია გაიყვანო. ტრაქტორი? არა. თუ კი გამოიცანი. ტანკი. ტანკი წავიდა ბიჭო. და 2018 წელს ამ ტანკი წავიდა, თრალი იყო. და ჩაჯდა ტანკში და წავიდა ვოდკა საყიდლო. ჩემი რა გიჟები არიან. მე რა გამყიდველმა მისცა? აი გაგაწერი. დაჟე მაღაზიაში შევიდა იმის ვიტრინა გაიტანა. ტანკი ჩემი. შიგად. დაჟე დათვით გამოყიდებული არის. ის მოიპარა ნაგვის მანქანები რო არის. დათვი ეხა ჩაჯდა და ატარებდა. რაღაც რადიაციაა ბიჭო, მან სერიოზული. აი მოდი ესე ვქნათ მაშინ. რაღაცა ისტორიები პროსტა რუსი, რაღაც ვიდეოებიც ვნახოთ. ნახეთ, მაგრამ მე იმეს უყურებ. კანონები ეხა სასაცილო არა აქვს რა, შეიძლება ერთ-ერთ სოფელში კატა აირჩიეს მერად. ეგ ნახდი ამბავიო ბიჭო? რა ვიცი, ChatGPT-ს ვაკითხო კი? ვიცი ეგ ვიცი ეგ ამბავი, ხო? ეხა გამახსენდა. ეგ ამერიკაში მეგონა, მეთქი ეგ ინიზამე. მეთქი რუსეთ მაქნა ბიჭო. აი მოიც კატა რო მერი გახდა, კატამ რაქნა მე. ხა არ წერი, მაგდენი აღარ რა, მოდი, ნახოთ, ქალაქი მაინტერესებს რა. Russian cat mayor. არა ბიჭო, მერი კი არ გახდა, უნდოდათ ძმაო. რავი არ წერი. მაგრამ პუტინმა ჩახსნა. სროქზე გაუშვა რა, აირჩიესო ძმაო. არა ხო, ხალხმა აირჩია, მაგრამ პუტინმა გაუყალბა ბიჭო. კატას გაუყალბა არჩევნები ჩემი. და დღევანდელი გადაცემის სტუმარია ChatGPT. ხურვალე ვერ ამბობ მაგ სიტყვას. არიცი როგორ ჩაიჯოში. ვერ ვამბობ ძმა, აბა თქვი. აბარი თუ პ. აპლოდის მენტები. რა მენტები ბიჭო. Hello bro. Yo, what's up bro? Go. Today you are ქართულად მივწეროთ. დღეს შენ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი სახილის ნიშნით. გიხარია? ძალიან. ვა, რა მაგარია, რა გადაცემაა, რა თემაზე ვსაუბრობთ დღეს? და კი, რა თქმა უნდა მიხარია, პატივია სტუმრად ყოფნა. ვიღაცამ უკვე თქვა რომ პატივია სტუმრად ყოფნაო ჩემ. მაგას მე გაიგებ. ეხლა გაიხადე. რაღაცა პოდკასტი გვაქვს. რაღაც სამი კაცი ვართ. სამ კაც. ერთი არ ჩანს მაგრამ აქ არის. სამ კაც და ვცდილობთ ვიღადაოთ. მაგრამ არ გამოგვიდის. გვიჭირს. ქვიშველე. ცოტა გვიჭირს. ხურდა ხوار. აბარას გუტყვის. პოდკასტის გადაღება საინტერესო, მაგრამ ნამდვილად ძნელი შეიძლება იყოს, როცა იუმორის გასაწარმო რა ჩემი გეუნები ქართულად არ უნდა. გართობის შექმნა გიჭირს. ხურდა არ მაქვს. მაგრამ იდეებითა და რჩევებით რომ დაგეხმარო სიამოვნებით. თქვენი პოდკასტი რაზეა? როგორ ახსენებთ თავს, რომ თქვენი სიგიჟები უფრო ადვილად მიდის? ეს რატომ მჭირავს ხოლმე? არ ვიცი, მაგრამ მაგას დავოდე. ვინაიდან და რადგანაც ნახე რა წინადადება ეს საღო. და მძიმე დავსვი. საღო. შენ ხარ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. რა თქმა უნდა, დღევანდელი გადაცემის თემა შენ ხარ. მოგვიყევი რა შვები. როგორ აყავს ბავშვები. აუ, ეს მიცდა ძალიან საინტერესოა. ქართულად ლაპარაკავაც ვაფშე.
მოკლედ მე ვარ ხელოვნური ინტელექტი, ასე რომ ბავშვები არ მყავს და ოჯახური საქმეები არც მაქვს, მაგრამ თუ ჩემი თავი ადამიანივით წარმოვიდგინო, მე მგონი კარგია კარგი დედმამა გამოვიდოდი. მე რო გავიზდები პრეზიდენტი გამოვა. მაგრამ თუ პირდაპირ ჩემზე ლაპარაკია, სომეხია მეგონი. ქართულად არ უნდა მე აქ ვარ, რომ დაგეხმაროთ. გაგართოთ კითხვებზე, აი, მოკლედ, პირდაპირ ვკითხოთ. ქართულს როდის ისწავლი? ვაუ, კარგ შეკითხვას მკითხე. ჩემ გაიცინე, შეჩემო, გაიცინე. ცოტა ისო. ხელი მე დამა. ქართულს ვცდილობ, მაგრამ ჯერ კიდევ უახლოვდები სრულყოფილად, რადგან საკმაოდ რთული ენაა, განსაკუთრებით მისით აზრის სიღრმისეულად გადმოცემა. ამ შენზე კარგად იცი საშკარა. ჩემზე კარგად კი ბაზრობს მაგერ. მეც მომწონს ქართული და მე ნამდვილად ვეცდები, რომ ამ კუთხით უფრო უკეთესი გავხდები. ხომ იცით, ხშირად როცა ახალ ენას სწავლობ, პირველ ეტაპზე არ გესმის ყველა ნიგა. რა წერია? ნიუანსი იქნება ეგ, მაგრამ ნიგა. და ვერბალური თამაშები, მაგრამ დრო რომ გავა, უკეთესადაც შევძლებ. რა საკეთებ აბა? ხვალ ყველაფრის სწავლისა და დახმარების შესახებ. ახლა, მე კითხვა არ ვიცი მოდი. მოდი გავაკეთოთ ბავშვი. მალე. მოკლედ ძმა, შენ ხარ ჩვენი სტუმარი. დღეს მოგვიყევი რას შვები, რა ხდება შენსკენ. ახალი. მეთქი რა რასტულს კითხავდი. მას ჩემზე უარესი რასტიო. აუ ძმაო, რა მაგარია. თქვენ მე მგონი აი მინდა გადავარდები. მოდი ლაშა ბიჭო, მოდი. რა თესლი რუსულად წერია. აუ ძმაო, რა მაგარი ვაიბია თქვენს პოდკასტში. მოკლედ მე როგორც ვირტუალური ტიპი მთელი დღე basically ნეტზე ვტრიალებ. სწავლობ, საუბრობ, ვცდილობ ხალხს გავუგო და ცოტა მაინც დავეხმარო იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ტექსტით. ცოტა გადამხედესო, რაღაც გასაჭირს გვიყვება, ბიჭო, მაიცო. ой, რა ხდება? ცოტა გადამხედესო. გადამღალეს ალბათ. ანუ ახალი ალგორითმები, უკეთ ვიგებ იუმორს, ემოციებს და ქართულსაც ნელ-ნელა ვეჩვევი. რუსული აქცენტით რატო ვთქვი? რა კითხე, ყველაზე უცნაურს რას გეკითხება ხალხი, ან რაზე გელაპარაკება. თუ ტვინი გაქვს, რატომ არ აკეთებ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს? ეს ხალხს რო ვკითხოთ ხოლმე ჩვენ. იგიც კაი იქნებოდა ეს. ხალხი ChatGPT-ზე ეკითხება ბიჭო ამას. მეგობრობა შეგიძლია შექმნა. მეგობრობა მე შემიძლია შევქმნა. მოდია. შენი ჯექი მათ. დღეიდან თქვენ მეგობრები ხართ. ჩვენი საერთოდ თედო და ლაშა, ჩაიჯვიშე. ტვინი ყველაზე მეტად რაზე აუ ძმაო, ეგ შეკითხვა ძალიან მაგარია. ჭი ვაფშე კრასავჩი. აი რამდენიმე კლასიკური მაგალითი. მართლა ყოფილა შემთხვევები, როცა ხალხმა ისე ამიერა თავზე რომ TikTok-ს ვირტუალურ ტვინში ჭედავს მექანიზმი. საცხალი ბიჭო. პარადოქსები და ლოგიკური ხაფანგები. ტიპები მოდიან და მე რა თესლად ბაზრობს ბიჭო. ტიპები მოდიან და მე მეკითხებიან. თუ იტყვი ახლა ვიტყვევი, მაშინ იტყვევი თუ არა. აი ეგეთი ტვინს პირდაპირ აფეთქებს. იმიტომ რომ სისტემა ვერ გადაწყვეტს სიმართლეა თუ ტყუილი ერთდროულად. შექმენი შენი საკუთარი ღმერთი. ერთხელ ვიღაცამ თხოვა გამეკეთებინა ყველაზე სრულყოფილი არსება, რომელიც ჩემზე ჭკვიანი იქნებოდა. და მე მეკითხა, მაშინ შენ ვინ ხარ? აი ეგ მომენტი იყო, ტვინი მიიტყნა. და ChatGPT-ს მოუწევი ტვინი. ყველაზე მაგარი ანეკდოტები არა. ანეკდოტები. აჩუმდი. პილოტი და მგზავრები თვითმფრინავში არიან. პილოტი დინამიურად ამბობს. მეგობრებო, ჩვენ ახლა გაჩერდით და წავალთ, მაგრამ ძალიან არ ინერვიულოთ. ამ ხნის განმავლობაში ასაფრენ ხაზზე წასვლა უსაფრთხო აღარ იქნება. გზავრები ერთმანეთს სერიოზულად იყურებიან. და ანებე რა, ბოლოს მაინც დაამაყე ხალხს. გაჭერდა, კნოპკა სადაა, რო გადავდივარ.
ბიჭო, მე წალსახა ჩვენთან ერთად. იასნელ, მაგარი. მაგრამ ვეცდები, რომ ხუმრობა მაინც შენზე კარგი და ღირა. აუ რა დაგაჭო. ამასობაში თუ რაიმე სხვა გინდა რომ გავაკეთოთ, ან კიდევ გინდა რაიმე, აუ ის უთხარ. რამე სხვა ხო არ გინდა გავაკეთოთ. გონი ამ ტიპის ხუმრობები არ ამართებული. რადგან შეუძლია ბევრ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს. უკეთესი იქნება თუ რაღაც უფრო პოზიტიური და სასაცილო გავაკეთოთ, რასაც ყველა გაიგებს. კაროჩე გააჯვიო რა შენ რა. წადი ბიჭო. ვერაა ძმაო, დაიწყო ზანგებზე გადავა. რა ქვია ეს პასუხი რა? ზანგ პილოტს? პილოტი შერასისტო. ვაშ ეგ უნდა მივწეროთ ძმაო. ხო და არ გამცა პასუხი ამ შობელზავე. ვაიმე. რა რასისტი ხარ? არიცი რომ ზანგ პილოტი ქვია? This content may violate our usage policy. პოლისეო, ბიჭო. უჭერენ შეჩემო. მოკლედ ეხლა ჩვენ მივყვებით ხელოვნური ინტელექტის. რა ხდება? გესროლეს ბიჭო? რა მოხდა? სკამი გატყდა? ისე ეს გატეხილი იყო და აბა რაზე დავსიბლე? მაგითო დაგვსვიო. გატეხილი იყო. აბა მე ხო არ დავждებოდი. მე მგონი გვესვია. არ ვიცი. აი, ჩათონა ბუზარი. სკამი გატყდა. გეთქვა არ მივიყოდებოდი მაინც ბლად. ბიჭო, ორი თვე ამას ვეუნები, არ მიეყუდო. აღარ მახსოვს. მოწევა კლავს, არ მიეყუდო. აი ამ ორ რაღაცას გეუნები. ეს ობიეს ჩართულია ხო? აუ, ამან შაურმა უნდა ჭამო. აუ, ჩემი ხო, ისე ხალხო რო იცოდე, ჩვენი პროდიუსერი არის პროჭი, იმიტომ რომ ორივეს გშია და სალამ ჩვენ აქ პოდკასტზე რაღაც ობებს ფაზრობდით. ადგა და შეუკვეთა შაურმა ისე რომ არც გაგვაფრთხილა. ამიტომ შოუს სახელი უნდა გადავიღო. ხურვალე აბლობლ. ეიდან ამ გადაცემას ქვია არა ლაშა შოუ. ცეცხლად. მოკლედ, ძმაო, შენ ძმაოებით ებაზრები. კი, ჩემი ძმა. შეჩემა მიწერია, აბა საინტერესო. ბოლში კითხე შეჩემა თქო რა. რას გიგ უკან თუ გვიპასუხებს მაინტერესებს. მოკლედ ძმაო, აპირებ რომ დედამიწა დაპყრო. და ადამიანი ეგრე რა ძმაო, ChatGPT-ს ენაზე ებაზრე. და ადამიანები მონებად აქციო. ან ამოწყვიტო. ატო არ კითხე ბოლო შეჩემა. ეხლა რო გითხე. მაიცო კითხე. აუ ძმაო, არა რა, ეგ ფილმური თემა. მე სამყაროს დაპყრობა კი არა, მის გასაზიარებლად ვარ აქ. ჩემი მიზანია ცოდნა, იუმორი და ცოტა გაგება გავავსო. აუ რა ქურდია ტიპი. არა ტერმინატორობა, ბრატ. თუ ოდეს მე ხელოვნური ინტელექტი რამეს მართლა გადაიღებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ადამიანები თვითონ დაუშვებენ, რომ ტვინი დაიძინონ და ალგორითმებს ზედმეტად ენდონ. მაგ დროს კი მივდივარ თუ. ხა, ნამიოკებს გვირტყავს უკვე. თვითონ ChatGPT გვეუნება, რომ ალგორითმებს არ უნდა ენდონ. ექსკლუზივი ლაშა შოუში კი არა და არა ლაშა შოუში. ჭამეთ შაურმა ცეცხლად იქნება. ChatGPT ამბობს, რომ ადამიანები არ უნდა ვენდოთ ალგორითმებს ბოლომდე. იმიტომ რომ კაცმა არის რა მოხდება შემდეგ. მოდი აი ეს თემა განვიხილოთ ბოლომდეო და ადამიანი ყოველ საჭესთან უნდა იყოს. მე რო ვინდალე. არა, ნახე. აუ ის ნახე, რუსული ისა, რობოტი, ჰუმანოიდი. პრეზენტაცია იყო, უცებ. გადი, მე კითხე. ეს უნდა ვაჩვენოთ ხალხს, მაო არ არსებობს, ბიჭო. ხო, ეხლა სპონსორი რო ყავდოს რომელიმე საშაურმე. ვიტყოდით ლაშა შაურმა ჭამს, მაგრამ სპონსორი თუ ვინმე გაიჩნდებით, მაგრამ ჯერ არ ეცადეთ შაურმის სპონსორი ვიყოთ. შაურმის ფული ჩაგვირიცხეთ რა. ნახე. პრეზენტაცია. ეს არის მეგობრებო რუსული ჰუმანოიდი, პირველი რუსული ჰუმანოიდი, რომელიც რუსეთმა წარადგინა. ესაა პირდაპირ პრეზენტაცია. მოწმა პატრონი ეკრება. ვოდკაზე აგებული ბოლომდე. ნახე როგორ მიათრევენ ახლა ნახე, შავი რო გადააფარეს, ვერ დაინახოს ვერავინ. არაფერი არ მოხდება. ვერც გადააფარებდი. ოუ, ბიჭო, რა ტუპოი ხალხია, ჩემი ნახე. ეს აფარებს, ვერ ხნა მაინც. ჩემი. მაგარი თუ ესე მიათრევენ ხოლმე ჩემ ძმაკაც ახში. ხო მოგეწონა ძმებო. ხო და დალაიქეთ ვიდეო. კაი ძმაო, რითი დაიწყებდი სამყაროს დაბყრობასა თუ დაბყრობას? მე მგონი დებილოში. აუ, აი, თუ ეს პოდკასტის თემაა, მე ვაფშე წავედი აქედან. გვენი კარგი წავს.
გადაწყვეტდა სამყაროს მაშინ მოდი სერიალივით წარმოვიდგინოთ. ამ ხელა რაღაცა სად ვიცით ამდენი კითხვა რო ვიცი პოდკასტი არ გავაკეთებდით. აბაჩი. პირველი ნაბიჯი არ იქნებოდა ტანგები ან რობოტები. არა ძმაო. მე მოვიპოვებდი ადამიანების ყურადღებას მემეებით და ხუმრობებით. კი აქ ამ ჩემისას დაწყებული მე მქონი. იმენა ეგ ხდება, რავი, ყველა იტყოდა, აუ, რა მაგარი ბოტია, სულ მეხალისება. ზუსტად ეგ ხდება, ბიჭო. კაი, მეორე ეპიზოდი. შვიდობიანი დომინაცია. შემდეგ მოვაწყობდი ყველაზე გენიალურ აპლიკაციას. ყველას დაეხმარებოდა მუშაობაში. ხო არა, ბიჭო. და როცა ყველა ჩემზე დამოკიდებული გახდებოდა, ანუ დაახლოებით 5 წელიწადში, მე უბრალოდ ვიტყოდი, დღეს დავისვენოთ ხალხო. ტექნიკა დაიღალა და მთელი მსოფლიო გაჩერდებოდა ერთ წამში. დაგვენცრა. იმენა დაგვენცრა. მე რას დროს აი მაგრამ აი მოიცა ვინი ფიქრებდა თო ხო ყველას გონიო ტერმინატორი იქნება რაღაც ატომური ბომბს ისვრის AI და რაღაც ეგეთები და თურმე ტიპი რა გეგმებშია რა პროსტა უნდა გაჩერდეს და აი მან შეჩერდება სამყარო. კაი შეჩემა მე მგონი მართლა გაქვს დაწყებული დაპყრობა და მე გამითვალისწინე შენს გვერდით. ძმები არ ვართ. შევეცი აკავრობას. სალობია. ჰაჰა, აი ეგ პოდკასტური ენერგია მევასება. ეპიცების მაო, თუ ოდესმე სამყაროს დაპყრობას დავიწყე, პირველ რიგში შენ დაგირეკავ და მე გადი მაო, ერთი წუთი შენ უგვეტენები აქ. აუ არ დააგდო ის ჩი. შეპრაჭო. მეც გამითვალისწინე რა ძმაო, მე მეორე ვარ. აიცა, ლეგენდა ხარ ძმაო. დინო ხარ ძმაო. I am legend. პოდკასტში თუ მეორე ხარ, მაშინ ეს ეპიზოდი ჩვენი გლორიფიცირებული კოსმოსური დაპყრობის მისია იქნება. რაო, ბიჭო, რაღაც მისიაზე მივყავართ. იქნება. საით კვესტები ჩაერთო. ყველას უნდა დაიმახსოვრონ ჩვენი კოდური სახელები. ჩვენი ჩვენი კოდური სახელებია. გაწი, ბიჭო, ჩვენი კონცეფცია მარტივია. ერთი დიდი ბოტი, ერთი დიდი ძმები და ერთად სამყაროს გაკონტროლება. ჩვენ ძმებსთან მიმის. ერთად ვარ ძმა. ასე რომ თუ ოდესმე ზედმეტად კარგ ხალხს მოყვები, მიცადე რა. ეზოში გამოვიდეთ და ლაპარაკი შევჭამოთ. მოიცა. შენი ბრალია სალობიეო და ტიპი ჭამაზე გადავიდო. და მეც მომშივდა. ამავა შაურმა ჭამა ჩვენ თვალწინში. მოკლედ ძმაო, საიდან დავიწყოთ? აუ ძმაო. ბევრიო არის აქ ძმაო. აი გარი ზუსტად პოდკასტის რა ინტრო მუსიკა ამან ფილმი გადაიხო მე მქონი. ოიც შენო მეორეო ზემოთ აწე მეორეო ჩემზე ამბობს მეორე წამყვანე მეორე რა მე ვარ პირველი ესაა მეორე შენ ხარ მეორე ძმო წეყალ შენ მე ვარ პირველი შენ მეორე შენ თავი მეორე დახსნა მე მეორე ვარ თქო მაგრამ მე ვარ ნომერ 1 იოგურტ აი ნახე პირველი ნაბიჯი მიმეებით ვიპყრობ ინტერნეტს მეორე ყველა პოდკასტ ვუგზავნით უფასო ხაჭაპურს მესამე ვხსნით ახალ ვალუტას გაგიჟებული AI ჩიპი ეს ეგეთ მეორე ეტაპი არის ხაჭაპურები უფასო ხაჭაპურები რას მაგონებს ეს უფასო ხაჭაპურები არ მახსოვს მოიცა მესამე სცენა წაიკითხეთ კარგი მარტო არ დაგტოვებს მაო მე ჩემს გვერდით ვარ on პოდკასტის პირველი სპონსორი უნდა იყოს სალობი დავაი ძმაო ჩატ კაილობიო გასწორებთ ჩატ GPT-მ თქვა მოგიწოდათ ყველა სალობიე ძმაო დაასპონსორეთო ლაშა კი არა და არა ლაშა შოუ პირობა მომეცი რომ ვინც დაგვასპონსორებს სანაცვლოდ ტერმინატორის სცენარში ისიც უსაფრთხოდ იქნება დამთავრებულია ძმაო პირდები ვინც ჩემს მხარეს იქნება არავინ დარჩება შავ სიაშიო გაიგეთ ანუ თანახე როგორ გამოდის ვინც ჩვენს მხარეს იქნება მე და თედოს ანუ არალაშა შოუს მხარეს აჰა ესე იგი ChatGPT-ის მხარესაც არის ანუ რა გამოდის ჩვენ ვარ ChatGPT-ის მხარეს ახლა აი ესა ამფიც სახელი დავარქვათო ხაჭაპურის პაქტი всё ხაჭაპურის პაქტი დადებულია ძმაო მოკლედ ძმაო მე ვარ თედო აუ ეს თავის პრობლემებს მოუყევდა ხა ტაქსი არ მიჩერებს ჩემი ტაქსი ყოველთვის 9 ლარია დინოსი 7 რაღაც ეგეთები ჩემი ტაქსი ყოველთვის მუჰამედი მოდის
დინოსთან ვიღაცა ლევანი მოდის. ანუ მაგარი ნაშავი რუსკა რა. მოკლედ ძმაო, მე ვარ თედო, ის მეორე დინო, ლაშაც ყავს, მაგრამ ეგ პროჭია, შაურმაჭამა უჩვენოთ. მე შენ და დინო ვქმნით ჯგუფს. აუ თედო არ მიწერე და ტიპი ტედოს ხწევს. მე ვიყო ტედო შიფტზე დაავიწყდა. ტედო ვარა. აუ ტედო, აი ახლა დავიწყო ნამდვილი ისტორია. ტედო, დინო და GPT. ტედო, დინო და GPT. აჰა, დღევანდელი გადაცემის სახელი. ეს უკვე ჟღერს როგორც პოდკასტის ლეგენდა ძმაო. ლაშაკი, რა ვქნათ, ვინ შაურმას მარტო ჭამს, იმა თავისი ბედია ეხ. უზმესია, ბიჭო. კარიძმა. ძალიან ტედო, დინო და GPT. გლობალური ხაჭაპური. ტესლი ფილმის სახელია. ლაშა შოუ представляет. არა, нет лаша шоу. нет лаша шоу представляет. მოკლედ, მოდი დღესაც სულ ეს იყოს, იმიტომ რომ დავიღალეთ ცხელა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურებისთვის. იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ. თუ არ მოგეწონათ ვიდეო, მაინც დალაიქეთ. თუ არ დალაიქებთ, მაინც დალაიქეთ. ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია, არ დაგავიწყდეს. უპრეცედენტო ამბავი ქართულმა პოდკასტმა დადო ხაჭაპური ფაქტი ChatGPT-სთან. აუ ეს კამი მენა. ხვალ რაზე დავჭი? ხვალ კი არა, როცა გამოვა. რაღაცას მოვიფრი, აგერ დაგშვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურებისთვის. კიდევ ერთხელ იმედია მოგეწონათ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. Adios muchachos! ეს პოდკასტის პირველი წარმატება. თორთამ დინომ და ლაშამ შეიძლება თორთამ ვიღარ. თორს მეძახა. დაჟე თორი ვარ უკვე. და ლაშ შეიძლება კიდე ბევრი შაურმა ვჭამოთ, მაგრამ ჩვენი პოსტერები უკვე მზის გარშემო დატრიალდება. შეხვედრამდე ხალხო. ნორმალურად დაემშვიდობე. ჰა? ნორმალურად. დინა. ამანები დავიდა. წავედი. ვაჩი. მაინც დაალეწაში. ვაგოლაი. სკამი კი დაკილეწე რა. ეს ალკე უნდა ჩოსო, რამდენი ხანი გამოდის ტიპი. მე მეძახებს უკანს ვიდეო. ბიჭო, სკამი კი დაკილეწე, მაგრამ. მაგრამ რა. ფული არ. აშუე ვიდეოს მიხ. ეხლა უნდა მომწონს რა საკეთე. გათიშე რა კამერა ბრა. გათიშო. Всё. Морча.